ინტერვალური კვება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წონისკლების სტრატეგიაა. ამ მეთოდის მიხედვით 24 საათიდან გარკვეული დროის განმავლობაში ყველანაირი საკვების მიღება აკრძალულია და შემდეგ მოდის კვების პერიოდი, როცა საკვების დღიური ნორმის მიღება უნდა მოასწრო. ასეთი კვების სტრატეგია ხანდახან თავისითაც ჩნდება ადამიანების ცხოვრებაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა დაკავებული გრაფიკი გაქვს და რაღაც დროის მონაკვეთის გარდა ჭამისთვის არ გცალია. ისეთი ადამიანებიც არსებობენ, ვისაც უბრალოდ დილით ჭამა არ უყვართ და ამის გამო უნებლიეთ ინტერვალური კვება გამოსცათ. ხშირად გქონიათ ხოლმე, რომ ინტერვალურ კვებაში რამე განსაკუთრებულია და ჩვეულებრივ დაბალანსებულ კვებასთან შედარებით ის უფრო ეფექტურად წავს ცხიმს, რაც არაა მართალი, მაგრამ სანამ ამის ახსნაზე გადავალთ, მოდი კარგი თვისებებიც განვიხილოთ. მთავარი დადებითი მხარე ისაა, რომ დროში შეზღუდული კვება ადამიანების დიდი რაოდენობისთვის ძალიან ეფექტური კალორიების კონტროლის მეთოდია. ადამიანების უმეტესობას საჭმლის ასაწონად და ყველაფრის ზუსტად დასათვლად არც დრო აქვს და არც სურვილი. ამიტომ კვების დროის შეზღუდვა ბევრისთვის ყველაზე მარტივი ვარიანტია. უბრალოდ შეამცირებ კვების დროს და შესაბამისად კალორიებიც შემცირდება. კიდევ ერთი დადებითი თვისება ისაა, რომ ასეთი კვების სტილი შიმშილის გრძნობასთან გამკლავებელს გასწავლის. ჩვეულებრივ ადამიანები მაშინ ჭამთ, როცა მოგშვიდება, რაც რა თქმა უნდა ნორმალურია, ზედმეტი შიმშილი არაა კარგი. მაგრამ ხანდახან განსაკუთრებით წონისკლების დროს არსებობს ისეთი მომენტები, როცა შეიძლება გშიოდეს, მაგრამ შეზღუდული კალორიების გამო ვერ ჭამდეთ. ზუსტად ასეთი მომენტებისთვის გამზადებს ინტერვალური კვება. იმიტომ რომ დღის განმავლობაში მხოლოდ 6 საათიანი კვების მონაკვეთი თუ გაქვს, რაღაც მომენტებში უფრო მეტად მოგშივდება და ამ გრძნობას უნდა გაუძლო. მაგრამ ინტერვალურ კვებას რამდენიმე პრობლემაც აქვს, რის გამოც მას მთლად იდეალურ კვების სტრატეგიად ვერ ვაღიარებთ. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა კუნთის დაკარგვის შესაძლებელობაა. საქმე ისაა, რომ როცა ორგანიზმს ამინომჟავებს დიდი ხნის განმავლობაში არ აწვდი, ის მათ საკუთარი კუნთოვანი ქსოვილის დაშლით ღებულობს, რაც არც ისე კარგი მოვლენაა, თუ შენი მიზანი მაქსიმალური კუნთის შენარჩუნებაა. ამასთან ერთად დღის განმავლობაში კვების დროს თუ შეამცირებ, ავტომატურად ულუფების ზომაც გაიზრდება, იმიტომ რომ დღიური ნორმის მიღება უფრო მოკლე დროში უნდა მოასწრო. ეს პრობლემატურია, იმიტომ რომ ცილების და ნახშირწყლების ათვისება ლიმიტირებული პროცესია. მთელი დღის ცილა და ნახშირწყალი მხოლოდ ერთ ან ორ კვებაზე რომ მიიღო, პირველ რიგში ეს საკმაოდ არაკომფორტული იქნება დიდი რაოდენობით საჭმლის გამო. და შემდეგ საკვების ნაწილი ეფექტურად არც კი იქნება ათვისებული და კუნთის შენებაში გამოყენებული. ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ დროში შეზღუდული კვება ვარჯიშების ხელშეწყობის მხრივაც არაა იდეალური. დროში შეზღუდვა იმას ნიშნავს, რომ ვარჯიში ან უზმოზე მოგიწევს, როცა თავს სუსტად გრძნობ და ბოლომდე ვერ იხარჯები, ან კვების პერიოდში, როცა მუცელი არაკომფორტულად სავსე გაქვს, რამაც ვარჯიშის დროს შეიძლება გულისრევის შეგრძნება ან ღებინება გამოიწვიოს. კვების პერიოდის შემდეგ კი შეიძლება ნაჭამის გქონდეს და მონელებულიც, მაგრამ ახლა ვარჯიშის შემდეგი კვების დადებით თვისებებს გამოტოვებ. ამ მიზეზების გამო მაქსიმალური შედეგისთვის ინტერვალურ კვებას არ გირჩევდი. მაგრამ თუ ასეთი კვების სტილი უფრო უკეთესად ერგება შენს გრაფიკს და ცხოვრების სტილს, შეგიძლია ცადო, უბრალოდ ეს გვერდითი ეფექტების გაითვალისწინო. ასევე პოპულარული მოსაზრებაა, რომ საღამოს ჭამა განსაკუთრებით ასუქებს. ჩვენ უკვე ვისწავლეთ, რომ ტონის მომატება ზედმეტი კალორიების მიღებით ხდება და ჭამის დროს ამასთან დიდად კავშირი არ აქვს, მაგრამ მოდი მაინც განვიხილოთ, საიდან მოდის ეს აზრი და არის თუ არა მასში რამე სიმართლე. ჭარბწონიან ადამიანებს თუ დააკვირდები, შეამჩნევ, რომ ძალიან ბევრი ყველაზე მეტ საღამოს ჭამს. ბევრი იმასაც ამბობს, რომ ჭარბი წონა საღამოს ჭამის გამო აქვს და როცა 6-ის მერე ჭამას წყვეტს, წონასაც მაშინვე იკლებს. აქ რა თქმა უნდა გაჩნდება კითხვა თუ რატომ არის ასე, თუ ყველაფერი მართლა მარტო კალორიებზეა დამოკიდებული. სიმართლე ისაა, რომ ადამიანების პრობლემა ზედმეტის ჭამაა და არა საღამოს ჭამა. მთელი დღის განმავლობაში თუ იშიმშილება ან უბრალოდ მოცლობების გამო ძალიან ცოტას შეჭამ, საღამოს იმდენად მოშიებული და დაღლილი იქნები, რომ თავის გაკონტროლება ძალიან რთული იქნება და შესაბამისად ბევრს შეჭამ. ანუ არაფერი განსაკუთრებული 6-ის მერე ჭამაში არაა. წონის მატებას უბრალოდ გაუკონტროლებელი კვება იწვევს. წონის დაკლებას რაც შეეხება 6-ის მერე თუ არ შეჭამ, რა თქმა უნდა დაიკლებ, იმიტომ რომ საღამოს მიღებული კალორიები გამოირიცხება და კალორიულ დეფიციტში მოექცევი. სიმართლე ისაა, რომ საღამოს ჭამა ჩვეულებრივ შეგიძლია უბრალოდ მაინც და მაინც დაძინებიდან 15 წუთით ადრე არ ჭამო და ისეთი საკვები და ულუფების ზომა არჩიე, რომ მუცელი ზედმეტად გაბერილი არ გქონდეს. კიდევ ერთი მცდარი მოსაზრება, რომელიც ხანდახან მწვრთნელებისგანაც კი მესმის ხოლმე, არის, რომ უზმოზე ვარჯიში შედარებით მეტ ცხიმს წვავს. ეს მოსაზრება ნაწილობრივ მართალიცაა. უზმოზე ვარჯიშის დროს ორგანიზმი მართლა შედარებით მეტ ცხიმს იყენებს, მაგრამ ეს ძალიან პატარა განსხვავება და არც კი შეედრება კალორიული დეფიციტისგან გამოწვეულ ცვლილებებს. მე იმას არ ვამბობ, რომ ყოველ დილით აუცილებლად უნდა ჭამო. არსებობს ისეთი ხალხი, ვისაც დილით ჭამაზე ფიქრიც კი არ უნდათ, ან უბრალოდ იმდენად დაკავებული დილა აქვთ, რომ კვებისთვის დრო არ რჩებათ. ასეთ შემთხვევებში საუზმის გამოტოვება ჩვეულებრივი არჩევანია, რომელიც შეგიძლია გააკეთო თუ დანარჩენი დღის განმავლობაში თანაბრად გადაანაწილებს საკვებს. უბრალოდ უნდა იცოდე, რომ უზმოზე ვარჯიშს ან საუზმის გამოტოვებას რამდენიმე პრობლემა მოჰყვება, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინო. ერთ-ერთი ასეთი პრობლემა ისაა, რომ ორგანიზმს ძალიან დიდი ხანი უწევს საკვების გარეშე ყოფნა. მთელი ღამე დილის შემდეგ საუზმესაც თუ გამოტოვებ, შიმშილის დრო იზრდება, რაც ავტომატურად ზრდის კუნთის დაშლის რისკს.
აქ რა თქმა უნდა ძალიან პატარა რაოდენობებზე ელაპარაკე, მაგრამ თუ მაქსიმალური შედეგი გინდა, ესეც უნდა გაითვალისწინო. მეორე პრობლემა ისაა, რომ უზმოზე ადამიანების უმეტესობას იგივე რაოდენობის და ინტენსივობის ვარჯიშების შესრულება არ შეუძლია, როგორც კვების შემდეგ. ეს ყველა მისედაც ვიცით, რომ საჭმელს თუ არ შეჭამ, შედარებით სუსტად იგრძნობ თავს. ასე ვარჯიში ერთხელ და ორჯერ დიდად არაფერს დაგაკლებს, მაგრამ თუ ყოველთვის ასე ვარჯიშობ, დღეები ერთმანეთს ემატება და საბოლოო შედეგი შეიძლება არც ისე იდეალური გამოდგეს. ანუ შეგიძლია საუზმე გამოტოვო და უზმოზე ივარჯიშო, მაგრამ ამით უკეთეს შედეგს ვერ მიიღებ და შეიძლება ვარჯიშებზე უენერგიოდაც იგრძნო თავი, რაც საბოლოო შედეგზე აისახება. ამ ყველაფერს როგორც შემჩნევდი, შავ-თეთრი პასუხები არ აქვს. ნებისმიერ კვების სტილს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, რომლებიც უნდა გაითვალისწინო, გამოცადო და შემდეგ შენს საკუთარ ცხოვრების სტილს მოარგო. ამ ვიდეოსთვის სულ ეს არის, მადლობა ყურადღებისთვის, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.